დღეს ჩვენ ვეწვევით პლანეტის ყველაზე ლეგენდარული სასმლის ავადსახსენებელი საკანალიზაციო ლიმონათის სამშობლოს. ოსტატი რიტუალს იწყებს კანალიზაციის ნედლი ესენციით, სავსე ვედროს ამოღებით. ფსკერზე დალექილი უძველესი შლამი იმდენად ხნოვანია, რომ მასში სავარაუდოდ თანამედროვე ბაქტერიების შორეული წინაპრები ბინადრობენ. შემდეგ მოდის სულიერი ინგრედიენტი: კრისტალურად კამკამა, ნერვების მომშლელი, პრემიუმ კლასის განგის კონცენტრატი, რომელიც გაჯერებულია რწმენით, ისტორიით, მიკრობული მრავალშვილიანი ოჯახებითა და იმ ნივთიერებებით, რომელთა გაგებაც არ ისურვებდით. როდესაც ორივე ბაზა მზად არის, ოსტატი ამ ეპიკური დონის საწამლავის შეზავებას იწყებს. ყინულის ცერემონია იხსნება. ის ხელით ტეხავს ყინულის ნატეხს და განგის წყალში ნათლავს მას, რათა კუბმა მდინარის სრული კურთხევა მიიღოს. შემდეგ, პლასტმასის კონტეინერიდან, სადაც ბაქტერიების მთელი საგვარეულო ქელეხს მართავს, ამოაქვს კოვზით იდუმალი ფხვნილი და ამატებს ერთ მუჭას აეჭო თეთრ ფხვნილს. ნაზავი მომენტალურად იწყებს დუღილს. თითქოს კანალიზაციაში ჩარჩენილი სულები უკან ამოღწევას ლამობენო. საბოლოო შტრიხისთვის, ოსტატი სანიაღვრე არხის ნაპრალებში გადარჩენილ ბალახის რამდენიმე ღეროს გლეჯს, ყრის შიგნით და მათ ნატურალურ მწვანილს უწოდებს. შემდეგ იღებს წინაპრებისგან დანატოვარ ჯოხს და ისე ურევს, თითქოს რაღაც ისეთს უხმობს, რასაც არასდროს უნდა გაეღვიძა. მისი თითებიდან ოფლის წვეთები პირდაპირ ნაზავში ჩაედინება, რაც სასმელს განუმეორებელ შეუქცევად ადამიანურ არომატს მატებს. და აი პირველი მამაცი სულიც გამოჩნდა. ოსტატი მას ჭიქას უწვდის და ამავდროულად ამაყად აჩვენებს ჭურჭლის რეცხვის საკუთარ მეთოდს. ერთი სწრაფი ამოვლება განგში და მორჩა. ეს არის ერთადერთი სასმელი, რომელიც გაძლევთ გარანტიას, რომ საპირფარეშო ზუსტად 3 წამში იპოვით. ხოლო თუ ვერ იპოვით, ნუ ჩავარდებით პანიკაში. სადაც გახართ, ის ადგილი მომენტალურად გადაიქცევა პირად საპირფარეშოთ.